სახელმწიფო ვერტიკალს თუ რაღაც მოსწონს, ესე იგი არის რეგიონში და თუ არ მოსწონს არ არის. ჩვენი მიზანი ხალხის, ადამიანის და ზოგადად პიროვნების ეგ უნდა იყოს, რომ არა მე შემიძლია მართო ჩემი თავი, მე შემიძლია მართო გარშემო ჩემზე დამოკიდებული ყველა პროცესი. და არა ვიღაცამ. რო არ მინდა რომ ჩემი ქალაქი ცოცხალ მუზეუმად იქცეს რა. როგორც აი საბჭოთა კავშირში უნდათ რომ ყოფილიყო ადამიანი, ეგეთ ადამიანს შექმნის დღევანდელი ქართული სკოლა. რეგიონული ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმისთვის, რომ მეტი ავტონომიურობა შეიძინონ სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ერთად. მაგალითად აჩიკოს აქვს შემთვის ნათქვამი, რომ კარგი სამოქალაქოს მასწავლებელი არ არის კარგი, როცა არ აქტიურობს, როცა არ აჩვენებს მოსწავლეებს იმის მაგალითს, რომ ქუჩაში გამოდის და რამე გააკეთეთ და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოდი ერთმანეთს გავეცნოთ, ხო ჩვენ ვართ ექსკურსი დავარქვით ამ პროექტი რა, ანუ რაღაც დაფინანსებული, როგორც ასეთი რაღაც ორგანიზაციული და არა ვართ ორგანიზაცია არც ვართ რა, გავაკეთეთ მეგობრებმა ეს რაღაც დავარქვით ის პროექტი, სადაც მეგობრები ვირჩევთ კონკრეტულ ქალაქებს, მანქანით მოვდივართ და შემდეგ უკვე YouTube-ისთვის რაღაც გადაცემისთვის, კონტენტისთვის ვიღებთ კადრებს, საუბარს ვიღებთ. ანუ ეს პირველი შეხვედრა არის უფრო ძირითადად მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, სადაც ძირითადი აქცენტი არის მაინც ლიტერატურაზე და აგრეთვე იმ საჭიროებებზე, რაც გვაქვს ჩვენ ქალაქში, სადაც ვართ და მეორე დღეს ვიკრიბებით ხოლმე უფრო ну, მანდა სათქმა უნდა ყველა შეუძლია მოსვლა, მაგრამ აი ოზურგეთში ვიყავით ახლა და მანდ იყვნენ მსახიობები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ანუ ვინც უფრო მეტად აქტიურია მაგ პროცესებში რა. და რეალურად ეგ არის, რომ გავიცნოთ ერთმანეთი და გვინდა რომ ეს ჩვენი გასვლები, ასე ვთქვათ, უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, უფრო ფართო აუდიტორიაზე გავიდეთ და ამიტომ გვინდა რომ YouTube არხში როგორც ვიმოღვაწეოთ. მოვყაროთ ამ ყველაფერს თავი და უფრო საინტერესო კონტენტი შევქმნათ. იმიტომ რომ იმდენად პროპაგანდა, იმდენად ძლიერია, რომ ცდილობს ახლა რომ შევიდეს უფრო სკოლის მოსწავლეებთან, იმ ადამიანებთან, ვინც უფრო მეტად YouTube-ს იყენებს და იქ სხვადასხვა თითქოს გასართობი კონტენტი და რაღაცა იმის მიღმა, მაინც პროპაგანდისტულ რაღაც მანქანას ამუშავებს და გვინდა რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ეს ჩვენი ფლანგი, რომელსაც უნდათ ევროინტეგრაცია, რომელსაც უნდათ კარგი მომავალი, სადაც ადამიანი როგორც ასეთი ფასეულია და ამის გარშემო ვერთიანდებით. ეს არის და ეს ის თქვაც მინდოდა. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ ირაკლი, მე სტუდენტი ვარ TSU-ში ვსწავლობ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე კურსზე ვარ. და ჩემი მეგობრების არ იყოს, ჩემთვის ძალიან საინტერესო მომენტია ზოგადად ის კომუნიკაცია, რომელიც შეიძლება ჩვენ შორის შედგება. მეც ძალიან მიხარია აქ ყოფნა, მაინტერესებს დღევანდელი შეხვედრა ძალიან, რაზე ფიქრობთ, რა გაინტერესებს, რა გვაინტერესებს, სად ვიკვეთებით ერთმანეთთან, სად არ ვიკვეთებით ერთმანეთთან და მაინტერესებს ასევე უნივერსიტეტის საკითხი, უფრო მეტად, მე პირადად, როგორი არის ამ ქალაქში, საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრება სტუდენტისთვის. და როგორ ხედავთ ამ ყველაფერს თქვენ, ამიტომ მგონია რომ წინ, რა ვიცი რა, პერიოდის განმავლობაში გვექნება ჩვენ საუბარი, მაგრამ მგონია რომ ძალიან ნაყოფიერ, საინტერესო და ასევე აუდიტორიისთვის საინტერესო საუბარი შედგება ჩვენ შორის. ჩვენი სურვილი და ჩემი პირადად რატომაც ძალიან მომწონს ექსკურსია არის ის, რომ ეძლევა ჩემსაც მეძება, რომ გაგიცნოთ თქვენ, გავიგო რა ხდება თუნდაც თელავის უნივერსიტეტში, სკოლებში, როგორი ყოველდღიური ცხოვრება გაქვთ, რა ყოველდღიური დაბრკოლებები გაქვთ, გვაქვს თუ არა მსგავსი თბილისში. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. თუნდაც გემოვნების თვალსაზრისით აქ მაგიდაზე რამდენი წიგნი გვიდეს, რომელია თქვენი საყვარელი, რომლის წაკითხვა გსურდათ, რომელი მაქვს მე წაკითხული პირადად, გვაქვს თუ არა ერთი აზრი ამ ყველაფრის შესახებ, ეს ძალიან საინტერესო არის ჩვენთვის. თუნდაც უნივერსიტეტის თვალსაზრისით, აი ცოტა ხნის წინ საუბრობდით ჩვენს უნივერსიტეტებზე. უნივერსიტეტზე საუბრობდით და პატარა მონახაზი რაღაცა გავაკეთეთ, რაც შეიძლება, რომ საერთოდ კივილი იყოს ჩვენი, ან რაღაც საერთო თანაკვეთა აზრების მოდიოთ ეს ინტერესების. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვართ, მიხარია, რომ თქვენ მოხვედით ჩვენთან სასაუბროდ.
და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივა. აი მე მაინტერესებს როგორ არის თქვენი ცხოვრება ამ აბიტურიენტობის პერიოდში, ანუ რამდენად სტრესულია, რამდენად დაძაბულია თუ პირიქით, ანუ თავისუფლად გრძნო თავს. იმ მხრივ არის, რომ უბრალოდ ბევრს მოელის ზოგი ადამიანი, ანუ უბრალოდ სხვები გახუროთ თავის ფიქრებს და რაღაცნაირად ის რომ ყველა ბევრს მოელის შენგან, მაგ მხრივ ისტრესები. ისე რომ თქვა რომ ზედმეტად ვარ დატვირთული, არა. უბრალოდ სკოლაში მეტი საგანი იყო სასწავლი, ვიდრე აბიტურიენტობის დროს სამ საგანზე დავდივარ და ისტორია, ქართული და ინგლისური, სხვა არაფერი. მაგრამ როგორც ვთქვათ, ამ დროს, ანუ უბრალოდ დროის მენეჯმენტს ვერ ვაკეთებ და თვითონ მე ვისტრესავ თავს. ხო, მესმის. ხო, დროის მენეჯმენტი მაგ ფორმით რთულია მეც, როცა რაღაც აბიტურიენტი ვიყავი, ჩემთვისაც სერიოზული პრობლემა იყო ეგ ამბავი და ეგ წნეხი. პრობლემა. კი, ყოველთვის პრობლემა. მაგ დროს განსაკუთრებით, როცა ის წნეხი რაც ახსენე, რომ ის წნეხი რომ სულ რაღაც მოყვება, რომ აი ვიღაცა რაღაცა შეიძლება შენგან და შენ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთო, რაღაც უკვე ვალდებულებად იქცევა, ეგ წნეხი მუდამ მოყვება. კი, ეგ მესმის. ის რომ უნდა იყო რაღაც 100%-იანი გრანტი რომ უნდა იყო და მე მეზობლები ერთმანეთში რომ ის ამანაკ ჩააბარა, იმანიკ ჩააბარა და რაღაც თითქოს უბრალოდ აი ზოგი ადამიანი ვინც არც მახსოვს ვინა და რაღაც ჩემი ნათესავები, ანუ ფიქრობე რატომღაც რომ ძალიან ბევრი რამე ვიცი და მე უნდა ვიყო ზუსტად 100%-იანი გრანტი და ასე შემდეგ და უბრალოდ ის მაგაზიანებს რომ სხვა ხალხს რო აქამდე მოვიდინი ჩემზე მაგაზე ვისტრესები რომ რამე რო იყოს და ვერ გავაკეთო, მაშინ ხო რა ეგ უფრო მეტად სტრესავს რა თქმა უნდა და მე მგონი ყველამ გამორიარეთ ეგ პერიოდი რა მე იშვიათად მინახავს ადამიანი რომელიც ჩალსაკი გამოიყო ხო ეგრე არ ყოფილიყო რა ანუ ჩემთანაც თან რაღაცაერი აუცილებლობასავით არის რომ აი მოდი ეს უნივერსიტეტში ჩაბარება არის იმდენად აუცილებელი რაღაცა ჩვენ საზოგადოებაში თითქოს რაღაც ანუ კარგი რაღაცა რა თქმა უნდა უნივერსიტეტში განათლების უყურს ჩემი აზრით არ ჯობია არაფერი მაგრამ ჩემი ინდივიდის გადასაწყვეტია რა ვიცი უნივერსიტეტში ჩაბარებს თუ რაღაცა თუნდაც კოლეჯში თუ ასე შემდეგ ხო პირობითად რა და ჩვენს რაღაც საზოგადოებაში ისე არის შექმნილი რომ აი თუ ვიღაცა უნივერსიტეტში ან არ ჩააბარა და ასე შემდეგ ანუ ის იმდენად ჭკვიანი შეიძლება არ იყოს რაც რეალურად ეგრე არ არის იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ბევრი ისეთ ადამიანთან მეგობრო რომელსაც უნივერსიტეტში მაგალითად არ ჩაუბარებია მე მაგალითად ფილოსოფიის მაგისტრი ვარ და ასე შემდეგ მაგრამ ჩემს ბევრად მეტი სკოლა წაკითხული და ბევრად უფრო რაღაც ესე ფართო და აზროვნები და ანუ მაგ ვიწრო ჩარჩოში მოქცევა რომ მოდი ეს უნივერსიტეტში ჩააბარება და 100%-იანი გრანტი რაღაც აუცილებელია არის რაღაც საზოგადოებაში ძალიან ისე გამჯდარი რა და მე თითქოს როგორ ხდება ოჯახებში არის ცოტა ესეთი ისე რომ აი სიამაყის განცდა ხო ხო ეს ხა შოულებს რა თქმა უნდა უხარიათ რომ რაღაც შვილმა 100%-იანი გარანტით აიღო მაგრამ მაგის მიღმა რა ხდება მაგას ცოტა ნაკლებად ფიქრობენ ანუ რამდენად სტრესული არის თვითონ ინდივიდისთვის ანუ ის საგამოცდო პროცესი იმდენად რთული გადასატანია რომ შეიძლება რაღაც რავი ძალიან არასასიამოვნო განცდა დაგიტოვოს ხო მე მახსოვს მე რომ ვაბარებდი უნივერსიტეტში მაშინ ესეთი ეს მოვისმინე რომ ადამიანს ორი ურთულესი არჩევანი აქვს ცხოვრებაში გასაკეთებელი ერთი არის პროფესიის არჩევა და უნივერსიტეტში ჩაბარება და მეორე ოჯახის შექმნა ასე თქვენ პირველ ურთულეს ნაბიჯს დგამთ ახლა ცხოვრებაში ხო აი პროფესიის არჩევა ხო მაგრამ პროფესიის არჩევა ძალიან რთულია და მნიშვნელოვანია იმიტომ რომ არ ვიცი მე დარწმუნებული არ ვარ რომ 18 წლის ასაკში ზუსტად ვიცოდი რას მინდოდა რომ გავყოლოდი იყო ეს ჟურნალისტიკა თუ ბიზნეს ადმინისტრაცია თუ თავისუფალი მეცნიერებები წარმოდგენა არ მქონდა ასე რომ თქვენს მიყევით დინებას და ძალიან არ დაისტრესოთ თავი. ხო, მოგესალმებით ყველას. მე ვარ თელავის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი გენო და ძალიან მიხარია თქვენი აქ ჩამოსვლა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ჩვენს ქალაქში. ხო, რა ვიცი, რაც შეეხება ჩვენს ქალაქს არის ძალიან პატარა, ძალიან მყუდრო, ისეთი რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი. ну ისტორიული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ქალაქია, მაგრამ დიდ ქალაქებთან შედარებით ის მინუსი აქვს ალბათ, რომ არ არის რაღაცა მასშტაბური, არ არის უფრო მეტად
როგორ გითხრათ, განათლების სფერო უფრო განვითარებული, როგორც მაგალითად თბილისის უნივერსიტეტებში, მაგალითად, ხა ჯავახიშვილი და ილია ხო სულ კონკურენტები არიან და სულ რაღაცა ცდილობენ, რომ სიახლე დანერგონ, რაღაცა სტუდენტებს უფრო მეტად მოусმენონ, რაღაცა. ჩვენთან ეს ფაქტობრივად ძალიან მინიმალური დოზით არის რა. რახამ რეგიონის უნივერსიტეტი ვართ. ნუ ეხა სახელმწიფო გავლენაც გაცილებით მეტია. აი ჩვენ საუბრობდით მაგალითად მე და ელენე სანამ დაიწყებოდა ჩართვა რომ ეხა ილიაში მაგალითად ნებაც არის რომ სტუდენტები უფრო თავისუფლები იყვნენ, უფრო თვითმყოფადები იყვნენ, რა ვიცი, თავისთავადები იყვნენ. აქ ასე არ არის რაღაცნაირად ისე არის თვითონ მოწყობილი ყველაფერი რომ რადგან რაღაცა რეგიონია და რეგიონალური გარემოა რატომღაც უფრო არ არის ის საშუალებები მაგალითად აი მაგალითად როგორ გითხრათ მრავალფეროვანი წიგნების მაღაზიები ან რაღაცა კლუბები, ინტელექტუალური კლუბების ნაკლებობა გვაქვს ძალიან დიდი მოკლედ. ხო, ასე რომ, ნუ ანუ ინტელექტუალურ კლუბებში რას გულისხმობ, რაღაც თავშეყრის ადგილი რო იყოს, სადაც რაღაც მნიშვნელოვანი. კი ბატონო. სან წიგნებზე კი ბატონო, ასე. ზუსტად. და თითქოს აი მე რჩება განცდა რომ თელავი და კახეთის რეგიონი თითქოს რაღაც მოწყვეტილია თბილისის როგორ გითხრათ, მრავალფეროვან ელფერს როგორ გითხრათ, აქტიურობას და ძალიან კარგი პრეცედენტია თქო რომ ჩამოხვედით აქ და იმედია გაიბმება ჩვენ შორის ის კავშირები, ის ძაფები, რამაც უნდა დააკავშიროს ეს რეგიონები თბილისთან და რაღაცა უნდა გქონდეს ერთმანეთთან გაცილებით მეტი კავშირი, ვიდრე გვაქვს და უფრო მეტი როგორ გითხრათ, ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს თბილისში მიმდინარე დადებით მოვლენებზე, ნუ ინტელექტუალური კუთხით ვიძახი და ახლა მე ისტორიის მესამე კურსზე ვსწავლობ კიდევ ვამბობ და აი ბადრის ნახვა გამიხარდა ძალიან ოკუჯავასი, იმიტომ რომ ახლა თან საბჭოთა პერიოდზე მუშაობს და რაღაცა ჩემთვის იყო ძალიან ესეთი კარგი დადებითი მოვლენა. გამარჯობა. მე ვარ ნიკა. მე ვერ ვილაპარაკებ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტის სახელით, თუ არა ვარ. მაგრამ თელაველი ვარ და თბილისში ვსწავლობ უნივერსიტეტში. სტუდენტი ვარ თავისუფალ უნივერსიტეტში. ხო, პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან გამიხარდა ესეთი შესაძლებლობა, რომ მოგვეცა. მე ძალიან სპონტანურად წამოვედი, აქ არც ვიცოდი რა ზუსტად რა თემაზე იყო დისკუსია ან თუ მოკლედ რა სიტუაცია იყო, არ ვიცოდი, მაგრამ თელს არ აქვს მოკლედ იმის ფუფუნება, რომ დისკუსიები იმართებოდა. ფუფუნება არ აქვს რა, არ იმართება უბრალოდ. და ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ახლა რაც ხდება თუნდაც და ზოგადად თქვენც აღნიშნეთ და თქვით რაღაც კოპწე ქალაქია, ლამაზი ქალაქია, მეც სულ ყოველთვის მაგით ვამოყობდი და ეხაც რა თქმა უნდა მიყვარს გიждები ჩემ ქალაქზე და თავისი ყველაფრით ისტორიით, მაგრამ უკვე ბამბოლ დროს მაგას რო ვისმენ ხოლმე, რაღაც ცოტა სიბრაზის ის მაგ ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი ქალაქი ცოცხალ მუზეუმად იქცეს რა. ანუ ხო, ის შესაძლებლობები და ანუ ის ცხოვრების ის პერსპექტივა, რაც თუნდაც თბილისში არსებობს, ძალიან ფართოა. ანუ ძალიან ფართოა, რა თქმა უნდა, რეგიონებთან შედარებით რა, იმიტომ რომ თბილისში ძალიან იმდენად ალბათ ნუ განათლება აქ მთავარი ფაქტორი ალბათ, იმიტომ რომ განათლება გიხსნის ამ პერსპექტივას და თელავში უბრალოდ აი უბრალოდ საშუალო ადამიანი რო აიღო ჩვეულებრივი თელაველი, მისთვის აი თბილისელთან შედარებით მგონია რომ ძალიან ვიწროდ ვუყურებთ აქ ცხოვრებას და ძალიან რაღაც ჩაკეტილები ვართ ყოველდღიურ რაღაცებში. აი მაგალითად ეხლა ცოტა ისე უნდა გადავუხვიო, მაგრამ ამ სიტყვაზე ვიტყვი, დენი ქრება ძალიან ხშირად თელავში. მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ან წარმოიდგინეთ ისეთ ქალაქში რომ ჩაქრება დენი როგორც თბილისი, ანუ იქ ხო როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და დიდი საქმე კეთდება, დენი არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, მაგრამ თელავში არ არის პრობლემა. მეტი საჭმელი გაფრთხილდეს მაცივარში, თუ ზაფხულში ჩაქრა დენი. ეხლა ცოტა ვაჭარებ, რა თქმა უნდა, ესეთი უკიდურეს, მაგრამ ანუ
ძალიან გვაკლია მოკლედ თელს ძალიან აკლია ეს რა რა თქმა უნდა გენომ რაც ლაპარაკა რომ აქტიობები ეს ყველაფერი ძალიან აკლია მოკლედ თელს ან თქვენი აზრით რა არის საჭირო იმისთვის რომ თელავი ამუშავდეს ან საიდან უნდა დაიწყოს ძრები რომ თელავი გახდეს ერთ-ერთი ცენტრი ისეთი ქალაქი როგორც თბილისი და არ იქცეს მუზეუმად ან ეს სახელმწიფო მოწყობის ამბავი არის სახელმწიფო უნდა გააკეთოს თუ თვითონ ხალხზე არის ან ალბათ ანუ აქ რა თქმა უნდა ყველაფერს მნიშვნელობა აქვს თავისთავად მაგრამ ალბათ ჩემი აზრით თავარი ფაქტორი ეკონომიკა თვითონ ანუ ადამიანები ელემენტარულად თელავიდან მიდიან ადამიანები იმიტომ რომ ამ თელავი როცა იცლება ნებისმიერ ქალაქი როდესაც იცლება ახალგაზრდებისგან და იმიტომ რომ ურჩევნიათ აქ ვერ ხედავ უბრალოდ პერსპექტივას თელავში ჩემ ჩათვლით მაგალითად ან ეხლა აქ ვარ მაგრამ ზოგადად ან თბილისი ის ადგილი სადაც უმეტესობა თელაველი სტუდენტების ვინც იქ არიან ურჩევნიათ რომ იქ იყვნენ იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ იქ არის ხოდა როცა ეს ხდება როცა ხელა გადინება ბუნებრივია რომ თელავში ვინ რჩება ან ვის ჩამოაქვს სიახლეები ან თელავში რაღაც мотиваცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს როცა ჩამოდის თელავში რომ რაღაცა გააკეთოს ანუ აქ თუ მხოლოდ ის ადამიანები დარჩებიან ვინც მოკლედ ანუ ასე ვთქვათ წვრილს არ შეიტანენ ქალაქის განვითარებაში და განათლება მხოლოდ განათლებას თბილისში იღებენ ადამიანები და მე აქ აღარ ჩამოდიან, იმიტომ რომ პერსპექტივას აქ ვერ ხედავენ. ბუნებრივია რომ ერთ ადგილზე რჩება ქალაქი და არ ვითარდება. ანუ ჩემი აზრით აქ მთავარი ის არის რომ თელავში უნდა იყოს ის პირობები, მაგალითად უნივერსიტეტი, ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც შეაკავებს ახალგაზრდებს აქ, იმიტომ რომ ექნებათ იმის იმედი, ხო, სკოლას ექნებათ იმის იმედი და იმის განცდა, რომ აქ სათანადო განათლებას მიიღებენ თუნდაც ან კარგად დასაქმდებიან, ანუ თელში დასაქმების პერსპექტივას რო ვერ ხედავენ და სწავლის პერსპექტივას რო ვერ ხედავენ, პირველ რიგში ალბათ დასაქმების პერსპექტივას, ამიტომ იცლება და შესაბამისად ერთ ადგილზე ერთ წრეზე ტრიალებს ქალაქი მუდმივად. ეს არის ჩემი აზრით მთავარი პრობლემა. ხო, იმიტომ რომ რეალურად გამოდის რომ ის ადამიანები რჩებიან, ვისაც შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს ეს დაუშვათ როგორც თქვით ეს კულტურული რაღაცის შეხვედრები თუნდაც როგორი ის არის ანუ საერთოდ ესე იგი თელავში ჩამომსვლელი არათელაველებისთვის ასეთი რა ვიცი სტერეოტიპი დავარქვათ თუ რა დავარქვათ ასეთი მოსაზრება არსებობს რომ თელავში ჩამოდიან პირველს კითხულობენ ხოლმე რომ კარგი ხინკარი სად უჭამოთ და ამაზე ვგიჟდები იმიტომ რომ ანუ ეს ქალაქი არ არის კარგი ხინკლის და ხაშის რავი ჭამის ადგილი მარტო ანუ მე მაქვს იმის პრეტენზია რომ ამ ქალაქმა თავის რეგიონში ანუ კახეთის რეგიონში უნდა შეასრულოს ინტელექტუალური რესურსის რა ვიცი შემკრების და როგორ გითხრათ სულ სხვა ხო ჰაბი უნდა გახდეს ინტელექტუალური ჰაბი უნდა გახდეს თელავი მაგალითად როგორც იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში თუნდაც სანამ წითლები შემოვიდოდნენ და მე ამ საბჭოთა სისტემამ ისე მოაგვარა ყველაფერი და ისე გადააწყო რომ თელავი დარჩა მხოლოდ რაღაცა კარგი кейფის ჭამასმის ქალაქად და აქ-იქ რაღაც კულტურული განვითარება ყოვა კი მაგრამ რეალურად ეხლა თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ რა უნდა გაკეთდეს სამაგისოდ პირველ რიგში არის რა თქმა უნდა სახელმწიფო ნება რომ რეგიონებს მეტი და მეტი ყურადღება მიექცეს და არა მარტო პოლიტიკური ნება ანუ ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლება და არა მარტო ცენტრალური ანუ რეგიონული ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმისთვის რომ მეტი ავტონომიურობა შეიძინონ სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ერთად. იმიტომ რომ სკოლა ვინაიდან არის პირველი საფეხური, ნუ ახლა ბაღს თუ არ ჩავდით. სკოლა არის პირველი საფეხური, სადაც ანუ ახალგაზრდა მიდის და განათლებას იღებს და შემდგომ უკვე უმაღლესი საფეხური, საგანმანათლებლო უმაღლესი საფეხური უნივერსიტეტი. და დღეს ასე არ არის. დღეს არის მოკლედ სახელმწიფო ვერტიკალს თუ რაღაც მოსწონს, ესე იგი არის რეგიონში. და თუ არ მოსწონს არ არის. ანუ უნივერსიტეტის რექტორები, ლექტორები, სკოლის მასწავლებლები, გადაქცეულები არიან
სისტემის მუშაკებად და ის თავისუფლების ინდექსი და ის როგორ გითხრათ როგორ გითხრათ აი თავისუფალი ნება არ აქვთ რომ რასაც ფიქრობენ ის გითხრან და რაღაცა იმიტომ რჩებით რაღაცნაირად ფიქციაშიც, რაღაცა ტყუილშიც ვცხოვრობთ გარკვეულწილად, იმიტომ რომ ახლა სიმართლის თქმას დიდი გამბედაობა ჭირდება. და ასე არა. რა თქმა უნდა, რა ხა სკოლები და უნივერსიტეტები ძირითადად ხელისუფლებას ახსენდება ხოლმე, რა ვიცი, წინასაარჩევნოდ რაღაცა და გონიათ რა, რომ თუ მაგალითად კამპუსებს გაგვირემონტებენ, რა ვიცი, შიგნით მოგვიწყობენ, ანუ ეს არის ყველაფერი. რეალურად, რა ვიცი, ძველ ბერძნებს აკადემოსის ბაღი რო ქონდათ, სულაც არ ქონდათ შენობა, მაგრამ იყო იქ განათლების დონე დიდი. რა თქმა უნდა. ანუ კედლები არ განსაზღვრავს შენს განათლების დონეს. მე მირჩევნია ჩამონგრეული, ჩამოხახული კედლები, ხა ძალიან ვაჭრები, რა ქვია, ვაზუიადებ, მაგრამ ესე იგი ინფრასტრუქტურას ძალიან ნაკლებად მიექცეს ყურადღება და ძირითადად იყოს განათლების დონეზე აქ საუბარი და მუშაობა. ეხლა ეს მარტო ამ ხელისუფლების როგორ გითხრათ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ განათლების სფეროში ფულის ჩადება და ანუ ამ სფეროდან აი თანხის ამოღება სჭირდება 10 წლეულები რა. როდესაც იაპონიამ ჩადო თავისი მუშიპოს საკმაოდ დიდი რაოდენობა განათლებაში 10 წლეულების მერე ამოიღო იქიდან ეს მოგება, ხო? და ჩვენი ხელისუფლებები ცდილობენ, რომ იმ პირველ 2 ვადაში, 3 ვადაში მოასწრონ რაღაცის გაკეთება ისეთის რაც როგორ გითხრათ, იქნება უფრო თვალსაჩინო და ხილული და ამით მოიმადლიორონ მე ამორჩეველი და ვადიდან ვადამდე როდემდე უნდა ვიცხოვროთ, ხო და იმასაც დავამატებ, რომ ჩვენ შეგვიძლია რა თუნდაც ხელისუფლების რაღაცა ნდომას გადავაბოტოთ, გადავალაჯოთ, ასე ვთქვათ და მათთან მაგალითად შეუთანხმებლად და მათი ნების გარეშეც გავჭრათ ფანჯარა და აი კავშირი დავამყაროთ ერთმანეთთან. და რაღაცა მაგალითად რაღაცა ახალი რომ ხდება თბილისში, აი ის გამოცდილება და ის ცოდნა მაგალითად თბილისში მოსწავლე ახალგაზრდებმა, სტუდენტები იქნებიან თუ სკოლის მოსწავლეები, გაუზიარონ ეს გამოცდილება რეგიონის სკოლებს და უნივერსიტეტებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ანუ არა აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იქნება სათავეში. ეს არის ძალიან გრძელვადიანი და საშვილიშვილო საქმე, რასაც ჩვენ თუ დავადექით და თუ მართლა მოხდა ეს ყველაფერი, იქნება, რა ვიცი, ჩვენი ქვეყნისთვის უმაგრესი რამ. იცი რა, აი პრობლემა იმიტომ რომ დიდი ბოდიში ჩვენ არ გვაქვს არანაირი ის რესურსი, მაგალითად აი ისე ჩვენს ჩრდილოელ კეთილმეზობელს ბჭყალებში რომ შევადაროთ, ჩვენი ქვეყანა იმათ რესურსები აქვს, ნავთობი აქვს, გაზი აქვს. ჩვენ ეს რესურსები არ გვაქვს. ჩვენ ვართ დიდებული, მაგრამ მცირერიცხოვანი ერი. დიდებული ისტორიით, კულტურით, ყველაფრით, მაგრამ ჩვენ თუ არ გვექნება დღეს, აი დღესდღეისობით განათლება, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში. ჩვენ ანუ ფაქტობრივად ძალიან გაგვიჭირდება გადარჩენა აი ამ გლობალურ სამყაროში, რომელსაც გვთავაზობს დღევანდელი რეალობა და რა ვიცი. ხო, აი იმის თქვა მინდოდა რომ ძალიან რთულია ზოგადად აი სკოლებში შეღწევაც რა. ისე მოაწყვეს ეს ამბავი, რომ მაგალითად მე სახელისუფლებო ტიპებთან ურთიერთობას არ ვიჭერ რა საერთოდ აი რა ვიცი ხიად გვაქვს აცხადებული და ხა მე აქ ისინი ვაპროტესტო და მე შენი ჭირიმე და რაღაცეებში შევთანხმდე ეგრე მე არ გამომდის ეგეთი ურთიერთობა მაგათთან. შესაბამისად ვცდილობ რომ სხვა ფორმით გავაკეთო საქმე მაგათი გვერდითავლით რა.
იმიტომ რომ მაგათი გავლით რომ გავაკეთო რეალურად მაგათი პოლიტიკაც უნდა გავატარო ასე თუ ისე რა რაღაცეები არ უნდა ვთქვა რაღაცეები არ უნდა ხო ზუსტად აი ამ მაგაში მოვიაზრებ მე აი იმ ავტონომიურობას რაც უნდა გააჩნდეთ სკოლებსაც და უნივერსიტეტებსაც ხო და რეალურად რაზე ვლაპარაკობ იმ ეხლა მოსწავლეებთან იმას ხო არ დავიწყებთ რა კოცები ცუდია და იმას ხო მაგას საერთოდ არ ვახსენებთ რეალურად ვლაპარაკობთ რა განმანათლებლობაზე წიგნებზე რაღაც თავისუფლებაზე იდეებზე ღირებულებებზე და აი მაგაზე სალაპარაკოდაც არ გიშვებდი ხო მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ რეჟიმისთვის ძალიან ეს არის რა ქვია დისკომფორტულია და საშიშია განათლებული ადამიანი და ურჩევნია ეს ვიღაც თავისუფალ მასწავლებელად რომელიც შემდეგ მივა და არჩევნებში დაგიდგება რა ქვია უბანზე და იქნება სის გადამოწმებელი კოორდინატორი და ასე შემდეგ პარტიული ეხლა წარმოგიდგენ იმან ის რასაც სწავლის იმ მოსწავლეს რა და კიდე რა ვიცი კიდე ალბათ იმის დამსახურებაა რომ ადამიანს რა ვიცი თავისუფლებისკენ მისწრაფება აქვს და ბუნებრივი და ასე თუ ისე რაღაც ეს ციგნები ჯეკი და რა დამალული და შეიძლება წაკითხვა და რაღაც მეგობრებში რაღაც საუბარი და ინტერნეტი არსებობს ამის დამსახურება ალბათ ის რომ ეს ბრძოლის უნარი და რაღაც ეს თავისუფლებისკენ სწრაფვის კიდევ არსებობს თორე ეს რო და არ იყოს დაბლოკილი იყოს დარწმუნებული ვარ რა ვიცი ეს როგორც აი საბჭოთა კავშირში უნდათ რომ ყოფილიყო ადამიანი ეგეთ ადამიანს შექმნის დღევანდელი ქართული სკოლა ხო? იმიტომ რომ თავისი არსით დღევანდელი ქართული სკოლა საბჭოთა სკოლის რაღაცა გაგრძელებას წარმოადგენს და ძალიან კი ანუ თქვენ რაც თქვით რომ იდეაში რომ რაც დიდი პერიოდი ჭირდება და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე და ინვესტიცია შეიძლება იყოს განათლება ეგ თვითონ თავისი არსით აი განათლების რეფორმა რო ავიღოთ ყველაზე რთული რეფორმა ალბათ რეფორმებს შორის იმიტომ რომ შედეგს ვერ ნახავ სამ თაობათა ცვლა არ იქნება. თაობა თუ არ შეიცვალა, ანუ იმ პერიოდის შემდეგ თუ არ გაიზარდა ერთი თაობა რა პერიოდის განმავლობაში ჩვენ უკვე რეფორმა ჩაატარა, რეფორმამ შედეგი გამოიღო თუ არა, ამას ვერ გაიგებ. ანუ ფიზიკურად ვერ გაიგებ. ამიტომ ეგეც ერთ-ერთი აი თქვენ რაც აღნიშნეთ, ეგეც ერთ-ერთი ის არის, რომ ამას რაღაც 10 წელი ჭირდება იმას არ აქვს იმისის, რომ აი 10 წლის მერე მე სად ვიქნები, არ ვიცი და ხა მე რო არ ვიქნები ისე აქ რა იქნება, ნაკლებად მაინტერესებს. ამიტომ ეგ პირადი საკითხიც არის რა, განათლების კუთხით და ავტონომიას, ანუ როცა სისტემა არის ჩამოყალიბებული ისე, რომ არავითარ შემთხვევაში არ აწყობს დეცენტრალიზებული მოდელი ნებისმიერ სფეროში, არ აწყობს არანაირი ავტონომიური მოდელი ნებისმიერ სფეროში. რადგან ძალიან მარტივია, როცა ცენტრი მართავს, როცა რაღაცა სისტემა არის ჩამოყალიბებული, ესე ფრთის მეშვეობით მართოს ყველა ორგანო. შესაბამისად განათლებაშიც ასეა, როცა შენ გაქვს შესაძლებლობა, რომ რაღაც შენს ოვალში შემოიყვანო ეს სფერო, რატომ უნდა გაუშვა ეს ხელიდან? ანუ იქ გენიალური რაოდენობის, ძალიან დიდი რაოდენობის საჯარო მოხელმუშაობს, ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ბევრ სფეროზე მიუწვდება კონკრეტულად განათლებას და კონკრეტულად მასწავლებელს ხელი, იმიტომ რომ ну შემდეგ იმას აქვს პირველი ყველაზე სენსიტიური საკითხი რაც არის მოსწავლეებთან შეხება, მოსწავლეების ფსიქოლოგიასთან შეხება, აქვს შეხება ამ მოსწავლეების მშობლებთან, ანუ თლიანი გარემოცვაზე აქვს საუბარი, არ მხოლოდ საჯარო მოხელეზე, არამედ ის შემდეგ როგორ რამდენადაც იშლება. შესაბამისად ნებისმიერ სისტემას, რომელსაც აქვს მიდრეკილება იმისამ, რომ მართოს თვითონ და არა მართოს რაღაც კონკრეტულმა ნაწილებმა, ის თქო კუთხეში დაყოფილმა კონკრეტულად დეცენტრალიზებულმა ნაწილებმა, შესაბამისად ძალიან მარტივი არის მისთვის, რატომ უნდა თქვას უარი ამ ყველაფერზე, როცა ამის შესაძლებლობა რეალურად აქვს. და ჩვენი მიზანი ხალხის, ადამიანის და ზოგადად პიროვნების ეგ უნდა იყოს, რომ არა მე შემიძლია მართო ჩემი თავი, მე შემიძლია მართო გარშემო ჩემზე დამოკიდებული ყველა პროცესი. და არა ვიღაცამ, ანუ რეგიონალურ დონეზე რო ავიღოთ, რაც ადმინისტრაცია და რეგიონალურ დონეზე ხელისუფლება, იმისთვისაც მარტივია რომ აი ვიღაცა რაღაცას რო ეტყვის, ეგ შეასრულოს ვიდრე ის რაც რო იფიქროს თვითონ რაღაც ჩამოაყალიბოს. არა, მარტივი არის, მაგრამ ესე იგი რექტორი არ უნდა შესწინებდეს თვალებში ისა რა ქვია მინისტრს და ცენტრალურ ხელისუფლებას. პირიქით, ანუ რექტორი იმდენად უნდა იყოს დაფასებული, თუნდაც დირექტორი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები იმდენად უნდა იყვნენ თვითონ თავისუფლები, ავტონომიურები და როგორ გითხრათ, დაფასებულები, რომ პირიქით ცენტრალური ხელისუფლება უნდა უყურებდეს მათ გუნება-განწყობას, მათ მეთოდებს უნდა სცემდეს პატივს. ანუ რაღაცა ერთი შაბლონური წესი არსებობს, რომ აი
სწავლების, მიდგომის, ეს უნდა შეიცვალოს რა. აი ხა რასაც ჩვენ განათლების სისტემა რასაც არის აგებული რა, ეხლა თანამედროვე მოდელზე DU-ის მოდელზე, სადაც აი კონკრეტულ ერთ ინდივიდს ენიჭება მან მნიშვნელობა სტუდენტს, რაღაც ინდივიდუალური მიდგომები უნდა იყოს, აგრეთვე უნდა ქონდეს სრული ავტონომია მასწავლებლებს, ანუ წარმოგიდგენთ ხა ის გაქვს რა, სილაბუსი გაქვს ჩვეულებრივ და იცი რა ავტორები შედის, რა მასწავლებელს შეუძლია რომ აი ეს შეცვალოს რა, გადაანაცვლოს სხვა აუქს და ჯერ მე სხვას მოუბრუნდეს და ამ შემდეგ, ანუ თვითონ ირჩევს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც კონკრეტული რაღაცა პერიოდი იყოს, რაღაც გეოპოლიტიკური რაღაცა ეგეთ მოვლენა იყოს და ხვდები რომ აი ეს ავტორი ახლა შეესაბამება ამ კონკრეტულ მოცემულობას და ერთი თვის მერე ხო არასწავლი, ასწავლი ახლა რა. რა თქმა უნდა. და ეს მოდელი არის ძალიან კარგი და ძალიან აპრობირებული და რაღაცა ევროპაში და ასე შემდეგ და ამას წინათ რა ჩემი მეგობარი არის მასწავლებელი იყო უბრალოდ ეხლა აღარ არის რაღაც ის მოვიდა დირექტორთან დაპირისპირება გამოუშვეს მე თუ წამოვიდა რაღაც მაგდაგვარი რა ხო და იქით ოთახში იყო და რაღაც კრება იყო დისტანციურად რა და ამ DU-ის მოდელს უხსნის დირექტორი და ეუბნება რომ აი თქვენ გაქვთ ეს ავტონომია და შეგიძლიათ ესე ასწავლოთ და უხსნის როგორც არის და ბოლოს ლაპარაკობს იმას რაც არის სულიად საწინააღმდეგო ხო მაინც მე შემითანხმეთ ეს ის ანუ აი იქვე უკვე დაანგრია იმ გასაღებს იტოვებს ანუ რატო ბაში საერთოდ რატო შეიმუშავეს ეგ DU-ის მაგ მოდელი რატო ასწავლიან იმიტომ რომ ძალიან დიდი გრანტი აქვს მაგაში აღებული და ევროკავშირს აქვს ძალიან დიდი ფული მაგაში ჩადებული რომ აი ეს სტანდარტებში ჯდება და რაღაცა და კი რა თქმა უნდა და ფასადურია ყველაფერი აი ეგრეა ფასადურად მოწყობილი ყველაფერი რა სხვა სისტემები მაგითო ტრიალებთ მე ერთ ადგილს აი მარიამი არის მე-12 კლასის მოსწავლე, აბიტურიენტია და შეუძლია რომ თვითონ მოგვეყვეს თუ აქვს სურვილი რა დაბრკოლებები გაქვს სკოლაში მასწავლებელთან ან ჩემი აზრით და ანუ ჩემთვის ყოველთვის პრობლემა იყო ხოლმე ის რომ როცა მასწავლებელი გასწავლის რამეს უნდა მასწავლებელმა თვითონვე უნდა დაგაინტერესოს იმ საგნით მაგალითად აჩიკოს აქვს ჩემთვის ნათქვამი რომ კარგი სამოქალაქოს მასწავლებელი არ არის კარგი როცა არ აქტიურობს როცა არ აჩვენებს მოსწავლეებს იმის მაგალითს რომ ქუჩაში გამოდის და რამე გააკეთეთ და ასე შემდეგ და ეს სიტყვაც აჩიკოსგან მაქვს გაგებული თავისუფლებისა და განათლების შერწყმა და ეს გარემო იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის რაც ყველაფერი რაც ხდებოდა ბევრი მეტი ინტერესი მომეცა საერთოდ ისეთ რაღაცებში ვიპოვე ჩემი თავი სადაც აქამდე ვერ ვხედავდი დღეს როცა ვარ სკოლაში და ბევრ მასწავლებელს როცა აქვს იმის პრეტენზია რომ არ სწავლობთ მაგის საგანს ჩემი აზრით თვითონ მასწავლებლის ბრალია იმიტომ რომ მე აჩიკოს ჩატარებულმა ლექციებმა ძალიან როგორ თქვა ანუ სულ შემიცვალა ყველაფრის ანუ შეხედულობა საერთოდ შემიცვალა ყველაფერზე და აი მაგალითად როცა თვითონ აჩიკო რამეს გვიხსნიდა და არ გვეუბნებოდა იმას რომ სახში რამე გაგვეკეთებინა სკოლის მასწავლებლებისგან განსხვავებით მე როცა სახში მივდიოდი ვიძიებდი ინფორმაციას მაინც იმ რაღაცაზე იმიტომ რომ მე ადამიანი მაძლევდა ამის ინტერესს ჩემი შეკითხვა იყო ესეთი, ამაზე სხვათა შორის დიდი ხანია ვფიქრობ, როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველოს დემოკრატია, მაშინ, როდესაც ამდენ ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის არის მოქცეული და მის გარშემო ამდენი დიქტატურული სახელმწიფოა, ძალიან რთულია, ხო? ჩემი აზრით რაღაცებს ეს უნდა მიუდგეთ რა სადღაც რაღაც შეიძლება იყოს მარტივი სადღაც რაღაც შეიძლება იყოს რთული ჩვენ სიტუაციაში ნამდვილად ძალიან რთულია მაგრამ თუ მართლაც აი ვიარსებობთ ჩვენ ადამიანები რომლებიც ვფიქრობთ რომ დემოკრატია მნიშვნელოვანია რომლებიც ვფიქრობთ რომ ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია ეს ხო არის ამოსავალი მთელი დასავლური აზროვნების ხო ადამიანის და აი რუსეთში და ხა სხვა ქვეყნებში თუნდაც ჩვენთან ეხა რაც ხდება გურიაში ხო გუშინ გავგზავნეთ თელავიდან ხო ანუ ეგ კი ეს არის ხო ჩვენც ხა ზეგ მივდივართ ხო იმერეთში ვისახარო ანუ იმის თქმა მინდა რომ იქ რასაც ლაპარაკობენ ეს მაღალჩინოსნები არის ზუსტად რა რომ მაგათვის ადამიანი როგორც აი ტელის ფენომენი მნიშვნელოვანი არ არის რა ის მას უყურებს როგორც ერთ ჩვეულებრივ რაღაც რესურსი ხო არ ვიცი რა დავარქვათ ანუ ადამიანს როგორც დასავლეთში და უყურებენ ეგრე არ უყურებს რა და მისთვის არა მნიშვნელოვანი ანუ ამბობს რომ აი ამდენ თანხას ამაში ხარ დავხარჯავდი რა მე ხო ხა
ორი კაცი მოკვდა რა, ხო, სამი მოკვდა. იქ შოუზეც რო თქვა ვანდას ეგ არის, ხო, ანუ არ ფასობს. ფასი არ აქვს ასეთ სახელმწიფო ავტორიტარულ სახელმწიფოებში ადამიანს და ჩვენ გვინდა ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, სადაც მაგალითად ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული და ღირებული, ხო? ანუ როგორც ვიღაც ივანიშვილიშვილი ბერასი არის, ხო? ახლა დაფასებული, ასევე გვინდა იყოს პირობითად, რა ვიცი, ჩემი დაფასებული, სხვის, ხო? ანუ არ გვინდა ესე დაყოფა იყოს. არის იმის რესურსი, რომ ჩვენ ვიყოთ დემოკრატიის და თავისუფლების ციტადელი ჩვენს რეგიონში. მეც მაგას ვფიქრობ, ანუ და მაგაში ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან დიდი მაგას დავამატებ რა. აი განათლებაზე რო ლაპარაკობთ ახლა და ისეთ ხელისუფლებაზე რომელიც ისეთ თავრობაზე რომელიც ხელისუფლებას არის ჩაჭიდებული და ასე შემდეგ. ანუ თუ ადამიანები იქამდე თვითონ არ მივიდნენ, რომ სახელმწიფო თავრობა და ხელისუფლება არის ასე ვთქვათ დაქირავებული ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს და ანუ მოქალაქე არის დამქირავებელი, რომელიც იხდის ფულს და უხდის ფულს. ეს ამას თუ ვერ გავაცნობიერებთ ჩვენ, ეხლა ჩვენ აქ ვხედვართ ალბათ ხვდებით ყველანი, მაგრამ ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ, რომ ამას სხვანაირად უყურებს, ამას უყურებს როგორც ხელისუფლებას უყურებს როგორც რაღაც ზემდგომ ინსტანციას, რომელიც ახორციელებს ამ ხელისუფლებას და აქ იმას აკეთებს, რომ მოკლედ იმან უკეთესად იცის და ასე შემდეგ. ანუ ეს განცდა, რომელს არის დაქვემდებარებული, არის არეული დღეს ბევრი ადამიანისთვის დარწმუნებული. ანუ ეს პარადიგმა სანამ არ შეიცვლება, რომ ანუ რა თქმა უნდა განათლებაზეა ეგ დამოკიდებული. ელემენტარულად პროტესტი, რომ უცნაური რაღაც მოვლენაა თელავში თუნდაც ეგ ხო განათლების ბრალია? ანუ სამოქალაქო განათლება უნდა გაძლევდეს იმდენს, რომ ადამიანები ხვდებოდნენ, რომ პროტესტი არის ჩვეულებრივი რაღაც. რავი. და ნაცობას არ ნიშნავს პროტესტი. ხო, რა თქმა უნდა და როგორც ზოოპარკის ცხოველებს ისე არ უნდა გიყურებდნენ რაღაც, რომ გახარ და აპროტესტებ, ძალიან ბუნებრივი მოვლენა უნდა იყოს დემოკრატიაში. რა საპროტესტებ, აბა იცი და მოდი და გაიგე. ხო და ანუ რა თქმა უნდა, ანუ მარტივი ფორმულა, როცა თუ განათლება იმას ნიშნავს, რომ რაღაცის გაკეთება, ანუ განათლება ნიშნავს, რომ იცი, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლება უკეთესად. და თუ რაღაცის გაკეთება შეიძლება უკეთესად, ესე იგი შეიძლება უკეთესი ხელისუფლება ყავდეს და თუ ამას მიხვდება ადამიანი, ესე იგი ეგ ხელისუფლებას რა თქმა უნდა არ აწყობს მაგის რომ ადამიანები მაგას ხვდებოდნენ, რომ შეიძლება შეიცვალოს და უკეთესი რაღაც მიიღონ. ანუ ეს იყო ძირითადად რა ვიცი ის თქვაც გვინდოდა ალბათ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვიდა ჩემი აზრით და მოკლედ აქ რაც ციგნები არის ეს ციგნები მოგცა ფაგურ სულაკაურის გამომცემლობამ და რა ვიცი ხო დიდი მადლობა და შეგვიძლია რავი ავარჩიოთ და რომელიც სრული გექნება დავიტოვოთ. მადლობა თქვენ, იმიტომ რომ თქვენი ჩამოსვლით უკვე პრეცედენტი შეიქმნა იმისა, რომ ასე იგი ჩვენ შეგვიძლია ერთად მოქმედება რაღაცა საერთო მიზნისთვის და რაც უფრო ესე იგი ხშირი იქნება ასეთი ვიზიტები და არა მარტო ვიზიტები, ჩვენ ახლა ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და კავშირის პრობლემა არ არის. ხო. თავარია რომ იყოს ნება და ნდომა და გასატროდის გეთამაშები. კი, რა მე სიამოვნებით. მე არა. ჯერ შენ და მოდი არა, შენ თქვი და მე ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. უკვე მეორე გასვლა არის, როდესაც სარაჩვეულებრივ ადამიანებს ხვდები, ხალხს, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ჩემთან და მიხარია, რომ ეს სიახლოვე იმის და მიუხედავად რომ ერთმანეთისგან შორს ვართ, მაინც არსებობს და აი ეს სისავსის შეგრძნებას მაძლევს და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით დღეს და აუცილებლად შევხვდებით მომავალშიც და რასადროდისაც მართლა ჩვენთვის ამ შემთხვევაში სიმრავლეს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ ეს პირველი შეხვედრა შედგა და ჩვენ მოვახერხეთ ამ თემებზე საუბარი. მომდევნო შეხვედრებზე თუ ვისაც სურვილი ექნება, როგორც იქნება, შევხვდებით, შევიკრიბებით და ვისაუბრებთ ისევ სხვადასხვა თემებზე, ირაკლი. კი, მოკლედ ბოლოსკენ გავიყვან მე. მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. თქვენ მადლობა რომ გვიყურეთ. ეს გადაცემა YouTube-ზე დაიდება, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ჩვენი სოციალური ქსელები. ჩვენ შევეცდებით რომ საინტერესო კონტენტი შემოგთავაზოთ. მადლობა.